Დაბრუნდით პირდაპირ ეთერში უკვე გადაცემის პირველ სტუმართან ერთად, ვიდრე მას წარმოგიდგენდეთ, კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას, ვინც ახლა შემოგვიერთდით და წარმატებულ დღეს და ასევე მთლიანად წარმატებულ და ნაყოფიერ კვირას გისურვებთ. რაც შეეხება ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარს და სასაუბრო თემას, საეკლესიო მცნებათა განმარტებაზე ისაუბრებს ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი თეოდორაშვილი. მოგესალმებით, მამაო გიორგი. დაგლოცოთ. ღმერთმა ყველა დაგლოცოთ. მადლობა მოგზანებისთვის. მამაო, ჩვენ საუბრობთ საეკლესიო მცნებათა განმარტებაზე, როგორც უკვე ვახსენეთ და ბევრ ჩვენგან შეიძლება ეს არეოდა, თქვათ, 10 მცნებაში. აი რა არის რომ განმარტოთ, რა იგულისხმება ამაში და ზოგადად რა არის საეკლესიო მცნება? დღეიდან ჩვენ ვიწყებთ საეკლესიო მცნებებზე საუბარს. კერძოდ პირველ მცნებაზე გექნება საუბარი, ეს არ უნდა, რა თქმა უნდა, აგვირიოს ჩვენ არც 9 ნეტარებაში და არც 10 მცნებაში. მართლმადიდებლური კატეხიზმოს სწავლებით, როცა საუბარია ერთ წმინდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიაზე, იქ არის ასევე განმარტებული, რომ ეკლესიაში არსებობს გარკვეული სავალდებულო აუცილებელი მთავარი მცნებები და პირველი მათგანი არის, ესე იგი, ეკლესია მოითხოვს ჩვენგან საეკლესიო წესების შესრულებას. ანუ პირველი საეკლესიო მცნება გვასწავლის, რომ ყველა მართლმადიდებლო ქრისტიანმა უნდა დაიცვას და შეასრულოს საეკლესიო წესები. რა არის საეკლესიო წესები? საეკლესიო წესები ეს არის პირველ რიგში, რომ ეკლესია ჩვენგან ითხოვს ლოცვას და კვირის განმავლობაში, კვირას და ასე თქვა სხვა დღესასწაულო დღეებში წუხრით, სისკარი და წირვაზე, ასე თქვა, ქრისტიანის დასწრებას და ლოცვების აღსრულებას. ანუ ყველა ადამიანის, ვინც რა თქმა უნდა თავის მიიჩნევს ქრისტიანად, დღე იწყება ლოცვებით, საღამო მთავრდება ლოცვებით და რა თქმა უნდა შუადღისაც უნდა ილოცოს მან. როცა დადგება გარკვეული დღესასწაული ან შაბათი კვირა, მან უნდა აუცილებლად მიაშუროს ეკლესიას და დაესწროს წირვა ლოცვას, თქვა სახსარება და მიიღოს წმინდა ზიარება. ეს არის პირველი საეკლესიო მცნება. რამდენი ადამიანი აღასრულებს ამას, როგორ აღასრულებს, ეს თუ დაუკვირდებით, მე მგონი შეიძლება ძალიან ძიმედ მდგომარეობაში ჩავარდეთ. ჩვენ მოზღვრები ყოველთვის ვითხოვთ ამას, რომ იარეთ ეკლესიაში დაესწრით ლოცვას და ასეთი ტერმინები ჩამოყალიბდა. წირვაზე მივდივარ, ლოცვაზე ვიყავი, ვიდექი, დავესწარი და ასე შემდეგ. როცა ერთი დიდ მამას ეკითხებიან, რომ რას აკეთებ შენ ლოცვის წინ, ის პასუხობს, რომ მე ლოცულობ, რათა კარგად ვილოცო. და აი ვინ როგორ ლოცულობს, ეს ძალიან მარტივად შეიძლება ჩვენ შევამოწმოთ. თუ ქრისტიანს ეზარება დილის და საღამოს ლოცვების წაკითხვა, ვერ კითხულობს ბოლომდე ვერასოდეს, ეჩქარება, ასე თქვათ, ლოცვიდან, ეკლესიიდან სწრაფად უნდა რომ წამოვიდეს და ასეთ გულში გარკვეულად გამოთქვას პროტესტს, რომ რამდენი ხანი გაგრძელდა, რა ამბავია ეს, ამდენი ქადაგება, ამდენი ლოცვა, ამდენი, ასე თქვათ, კვერექსები და ასე შემდეგ, იმ ადამიანის მდგომარეობა ძალიან სავალალოა. ეს ძალიან მარტივად უნდა მივხვდეთ, როგორი ქრისტიანი ხარ შენ, ისე ლოცულობ. თუ არ გეზარება ლოცვა, ყველაფერი კარგად არის, მაგრამ თუ გეზარება, სასურველია, რომ მოძღვარს მიაკითხო და კითხო შენი სულიერი მდგომარეობა და ის კანონი, რომელიც შენ დაგიდგინა ეკლესია მოძღვარმა, როგორ უნდა შეასრულო. აქაც მე მგონი, რომ ძალიან ბევრი ქრისტიანი ხრებს აიჩეჩავს და იტყვის, რომ მე არ მცალია, მეჩქარება, მოკლედ ლოცულობ და ასე შემდეგ. აქაც აქ ეკლესიას თავისი გამოსავალი, კერძოდ კი სერაფიმე საროველი მუშებს, გლეხებს და იმ ადამიანებს, ვინც ძალიან დატვირთულები იყვნენ ფიზიკურად, ეუბნებათ, რომ სახლიდან ისე ნუ გამოხვალთ მაინც, რომ არ თქვათ მამაო ჩვენო. რატომ? იმიტომ რომ საუფლო ლოცვაა და თავად უფალმა გვასწავლა. თქვით მწამსი, რატო? იმიტომ რომ წმინდა მამების მიერ არის პირველ და მეორე საეკლესიო კრებაზე შედგენილი და მწამსი თქვით აუცილებლად და ასევე ღვთისმშობელო ქალწულო. ანუ ღვთისმშობლის საგალობლები, იმიტომ რომ დედა ღვთისას ეხება ეს. ანუ აი ამ ლოცვების გარეშეც წარმოუდგენელი ადამიანის მდგომარეობა. თუ ადამიანი ყოველთვის იმიზეზებს იმას, რომ არ შეუძლია, არსალია, ეჩქარება, გადარბენაზეა და ვერ ესწრება წირვა ლოცვას, მაპატიეთ, მაგრამ ის ადამიანი არ ჩაითვლება მართლმადიდებელ ქრისტიანად. ის სიმბოლური ქრისტიანია უბრალოდ და მეტი არაფერი. ჯულის კანონში პირდაპირ არის მითითებული. 3 კვირის განმავლობაში თუ ადამიანი მართლმადიდებელი ქრისტიანი არ გამოცხადდება ეკლესიაში, არ იტყვის სახსარებას და არ მიიღებს წმინდა ზიარებას, ის უნდა გააფრთხილოს მოძღვარმა და მერე დაითხოვოს მრევლიდან. და ასეთი მდგომარეობა დღეს სამწუხაროდ არ არის და ვერც იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ასე თქვათ თანამედროვე მოძღვრები სეკულარულ ასე თქვათ გარემოში მოღვაწეობთ და გვიხარია ადამიანი თვეში ერთხელ მაინც, წელიწადში ერთხელ მაინც ახერხებს მოსვლას, განსაკუთრებით მარხვის დაწყების წინ
დღესასწაულებზე და ჩვენ მათ ვეფერებით და რაღაც გარკვეულად ვესიყვარულები და ვთხოვოთ რომ იქნებ ცოტა ხშირად იარო შენთვის არის კარგი და ასე შემდეგ, მაგრამ მარტო მოფერება და ასე თქო თავზე ხელის გადასმა არ არის საკმარისი, იმიტომ რომ ჩვენ თუ ადამიანს არ უთხარით სიმართლე რომ შენ ნუ გონია რომ ქრისტიანი ხარ და ნუ გონია რომ ეკლესიური ხარ და ჯობია რეალობა შეხედო თვალებში, შენ ამას მაინც მიხვდები, იმიტომ რომ ჩვენთვის უფალთან ურთიერთობა მტამჯველი ხდება, მერე სავალდებულო ხდება და ადამიანს აძალებ რომ ესაუბროს თავის ღმერთს. როგორ შეიძლება ხა შვილს დააძალო მამასთან საუბარი? ანა ვაკითხები შენ რომ არ ესაუბრები შენ მშობელს ანუ ღმერთს და შენი შვილი რო არ გესაუბრებოდა შენ ხო იტყვი რომ მუნჯია ჩემი შვილი და რა დაუშავე რომ ჩემი შვილი მე არაფერს არ მესაუბრება არაფერს არ მთხოვს რა ყველაფერი მოწესრიგებული აქვს შვილის რომ მამას არაფერს არ თხოვს რა თქმა უნდა არა და აქედან გამომდინარე როცა ყველაზე ძალიან გაგვიჭირდება მე მგონი მაშინ მიდიან ქრისტიანები და რაღაც გაურკვეველ მდგომარეობაში ლოცულობენ მუხლმოდრეკით ასე მოკლედ ესეთი რომ აი ვერ გაიგებ რა უნდა იქაც ხო რაღაც სტიქიურად ღმერთი მოწყალია გარკვეულ პერიოდში მათ უსრულებთ იმ თქვა გარკვეულ თხოვნას დაიხურავენ ქუდს და ისე მერე მოდიან ეკლესიიდან და ესეთი მდგომარეობა მე მგონი არ არის მართებული არ არის სწორი და სასურველია რომ აი დღეიდან მაინც ორშაბათია ჩვენი ლოცვა იყოს გააზრებული, მოწესრიგებული და სიყვარულით გამომდინარე. ანუ ჩვენ როცა ადამიანები გვიყვარს, მათი დანახვა გვიხარია, განსაკუთრებით შეყვარებულებს, ხო და 24 საათი ერთმანეთს გზავნილებს უგზავნიან, მეშიც რო ეძახიან, ხო, რაღაც იმაზე ფიქრობენ სულ და უნდათ რომ სულ მათი სახე ედგეთ თვალწინ. და თუ არ შეიძლება რომ ასე გვიყვარდეს ჩვენი შემოქმედი ღმერთი, რომლის მადლის და წყალობის გარეშეც ჩვენი არც ერთი წამი და წუთი არ იქნება ბედნიერი და მე მგონი თუ სიყვარულით, მონდომებით, თავდაბლობით, შემართებით ვილოცებთ, აღარც დაგვეზარება, მე აღარ მოგვეჩვენება მოწყენილი ლოცვებით ხანგრძლივი ეკლესიაში და ეთესული გვექნება რომ პირიქით ლოცვა კი არ დამთავრდეს, გაგრძელდეს და კიდევ გვესაუბრონ ღმერთზე, კიდევ მოგვიწოდოს დიაკონმა მღვდელმა, რომ თქვათ აი რა ვილოცოთ, რაზე ვილოცოთ, როგორ ვილოცოთ. მადლობა ღმერთს რომ მართლმადებულ ეკლესიას ძალიან დიდი გამოცდილება გააჩნია ლოცვითი თქო მდგომარეობის და უამრავი ლიტერატურა არსებობს. აი შედით ნებისმიერ საეკლესიო მაღაზიაში უკვე თითქმის აფთიაკებში იყიდება მე მგონი ლოცვანები და საეკლესიო წიგნები. ყველგან იყიდება აი მიწისქვეშა გადასასვლელებში, ყველგან აი მოგიწოდებენ ბოლო-ბოლო თქვენი ტელევიზია რო ჩართო ყოველ დილას საღამო კითხულობენ დილას საღამოს ლოცვებს და ხალხს მოსმენაც კი ეზარება ისე გაზარმას და წამოგორებულები უსმენენ ამ ყველაფერს და იღებენ კურთხევას რომ თუ შეიძლება მე ლოცვებს მოვისმენ რა თქმა უნდა შეიძლება რომ მოვისმინო მაგრამ შენ რო წაიკითხო მე მგონი უკეთესი იქნება ხო იმიტომ მარტო მოსმენა მე მგონი არ არის ლოცვა ქსიამოვნებს რომ ვიღაც კარგად კითხულობს ლოცვას რომ ღმრთელი კარგად ლოცულობს დიაკონი კარგად ლოცულობს გუნდი კარგად გალობს თქვა კარგად იქადა გამოზღვარ მაგრამ შენ რას აკეთებ შენ ხარ უბრალოდ იდექი ლოცვაზე უბრალოდ ამ ყველაფერს ხანდახან უსმენდი ან გვერდზე მიბრუნდები მე შენაირ მსგავს მრევლს ესაუბრები ან ტაზრიდან გამოდიხარ იქ გარეთ ჭორაობ რაღაც სერიალებზე და ეს არის მე აცხადებ რომ შენ წირვაზე იყავი მოკლედ და წინვალე ქადაგება მოისმინე კარგი ლოცვა იყო კარგი გალობა იყო ამას წაცხადებ იმიტომ კი რომ მართლა მოგეწონა რომ სხვას მოუყვერო აი შენ კარგად გაატარე კვირა დღე და შენ მოკლედ კარგი მლოცველი ქრისტიანი ხარ თუ ჩვენი მსმენელი მაყურებელი ჩაუფიქრდება ამ სიტყვებს ძალიან ბევრ შერცხვება რომ ჩვენ ლოცვა ფაქტობრივად არ ვიცით და თუ ლოცულობთ ესე დაჟინებული თხოვნით მოძღვრის და ჩვენ რომ ახსარებაზე უნდა მივიდეთ მოძღვარი შეგვეკითხება რომ კითხულობ დილას საღამოს ლოცვებს და ჩვენ რომ ამაყად უპასუხოთ რა თქმა უნდა ვკითხულობ ლოცვა კი არ უნდა წაიკითხო ლოცვა უნდა ამოვიდეს შენი სულიდან და უნდა ესაუბრო ღმერთს მე არ უნდა გეხვეწებოდე და არ უნდა გაძალებდე რომ შენ გინდა თუ არა წაიკითხე დილას საღამოს ლოცვები რატო აგვიანებ ლოცვაზე, რატო დადეხართ ლოცვაზე და ასე შემდეგ. როგორ შეიძლება ადამიანს მოძღვარმა დააძალოს უფალთან ურთიერთობა? ყველა წარმოუდგენელია ღმერთს, რომელიც სრული სისავსეა, სრული ნეტარება, სრული სიყვარულია მას, ვინმეს დავაძალოთ მასთან ურთიერთობა. პირიქით, ხო შეიძლება ღმერთს ვთხოვოთ, რომ იქნება მოგვაქციოს ყურადღება და იქნებ ჩვენი თხოვნა გაითვალისწინოს. ოღონდ ლოცვით უნდა რა თქმა უნდა ლოცვით უნდა იყოს. ჩვენ ხო ქართველები ესეთი ხალხი ვართ, სუფრაზე დაგულოცე, ადღეგრძელო თქვი, ხო აი თამადა ილოცება, ყველაფერს ლოცვას ვეძახეთ, მადლობა ღმერთს, მაგრამ არის თუ არა ის საუბარი ლოცვა, მე მგონი უნდა დავფიქრდეთ ხშირად მაგაზე. დიახ. აი ერთ-ერთი მაყურებელი კითხულობს, რომ ჩემი სამსახურებრივი რეჟიმიდან გამომდინარე, ძალიან მიჭირს დილას ლოცვის წაკითხვა და რამდენად გამართლებულია, რომ სამარშრუტო ტაქსში ან ავტობუსში წავიკითხო იგივე დილის ლოცვები. რას უპასუხებდით? აი მე უპასუხებდი, რომ სამარშრუტო ტაქსში თუ
მოიწესრიგებს თავს, თმების დავარცხნას დაიწყებს, თქვა, თან მაკიაჟის გაკეთებას, მე მგონი არ დაიწყებს. ან ღვეზელს ამოიღებს და ცხელ ჩაის დალევს მარშრუტკაში, რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს სახლში აკეთებენ, ხო, სახლში ყველაფერს აწესრიგებენ, გარდა ლოცვებისა. უყურებენ ახალ ამბებს, თქვა, ის დილის ტუალეტი, ყველაფერი, მაგრამ ლოცვის გარდა ყველაფერი და ლოცვა სამარშრუტო ტაქსში. ლოცვა ყოველთვის ყველგან შეიძლება, მაგრამ აი ეს ლოცვა იქნება ის ლოცვა, რასაც მე ახლა ვლაპარაკობ, ეს ხო მოვალეობის მოხდა იქნება. ლოცვა, ჩემო ძვირფასებო, დაემახსოვრეთ, არ არის მარტო გარკვეული დროს, გარკვეული საათები დაუთმო ხატებთან უფალს. ყველა ქრისტიანი 24 საათის განმავლობაში თავისი გონებით ეს მარშრუტკაში იქნება, სამსახურში იქნება, რაცა იქნება, ხო, უნდა ესაუბრებოდე შენს მამას, ხო, შენს მშობელს, შენს ღმერთს, რომელიც ყოველთვის გჭირდება და ყოველთვის გჭირდება მისი მადლი და წყალობა. მაგრამ შენ თუ ფიქრობ, რომ 15 წუთი არის აუცილებელი რაღაც გაუგებარი სიტყვები და გაუგებარი ქმედებები აღასრულო და ხალხი კიდევ დააბრკოლო მარშრუტკაში, რომ პრიჯურის წერა რო დაიწყო, თქვა და შენიკ მეტანიები გააკეთო ან რაღაც ესე, მე მგონი არ იქნება ლამაზი, ხო, სასურველია. რატომ არის ხატების კუთხე? იმიტომ რომ ხატებთან ილოცო, ხო? და თუ როგორც გითხარით, თუ ამას ადამიანი ვერ ასწრებს, სასურველია, კი ბატონო, იცოდე ზეპირად მწამსი, მამაო ჩვენო, სარწმუნოების სიმბოლო 90-ე, 50-ე ფსალმული და კი თქვი მარშრუტკაში, მაგრამ ასეთი წესი მე მგონი არ იქნება კარგი. ხო, მე შეიძლება მოითხოვონ, რომ თქვა იქნება წირვა განმოვიტანოთ სამსახურებში და ხდელი მოვიდეს რომელიმე ქარხანაში ან რომელიმე თქვა საავადმყოფოში, იქ ჩაატაროს წირვა და ძალიან ისე გვინდა გამარტივება ჩვენ ყველაფრის და ამიტომ დაადგინა ეკლესია ღვთისმსახურება ტაძარში, გარკვეულ დროს წუხრი, ცისკარი და წირვა, რომ ადამიანი უნდა ეახლოს ღმერთს. რა თქმა უნდა, ღმერთი ყველგან არის თავისი სისავსით, მაგრამ მაშინ გამოდის, რომ ჩვენ აღარც ტაძრები დაგვჭირდება, აღარც ხატების სალოცავი კუთხე დაგვჭირდება და ცოტა ისე გამარტივდება დავემსგავსებით კათოლიკებს და პროტესტანტებს მერე და ჩვენი ლოცვა უკვე მერე იქნება ძალიან მარტივი და ძალიან უბრალო და ლოცვა იგივე მარხვა, ანუ შესაძლებელია ითქვას, რომ ადამიანები ვცდილობთ, რომ ჩვენ თავზე მოვირგოთ, ასე ვთქვათ, არა ის, რომ ჩვენ აღსრულოთ, როგორც ადგენილია. თავარი არის ლოცვა და მარხვა. და თუ ლოცვა და მარხვა ვერ ახსრულდა, მაშინ რომელ საეკლესიო მცნებებზეა საუბარი და აი როგორ უნდა მიხვდეს, მინდა კარგად გამახსენდა ახლა, როგორ უნდა მიხვდეს ქრისტიანი მისი ლოცვა შეისმინა თუ არა ღმერთმა. მე ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომ ხარგძლივი ლოცვის მერე, რომ დახურავს ლოცვას და მობრუნდება ხატებიდან, იწყებს ჩხუბს. აი თქვათ მე ახლა ჩხუბს იწყებს იმის მაგალითად, რომ სიყვარული და სიკეთე და სიმშვიდე დაეუფლოს, ხო, იწყებს ჩხუბს. ანუ შენი ლოცვა შეისმინა ღმერთმა თუ არა, აი გამოხვედი წირვიდან, ლოცვიდან, ხო და თქვათ ან დაასრულე შენი კანონი, სიმშვიდე უნდა დაგეუფლოს. სიმშვიდე და არა თქვათ რაღაც აფორიაქებული და არ უნდა იძახო დებილო გიჟო, აი მე ლოცულობდი დატომ მიშლიდით ხელს და ის მეზობელი უარგისი, რომელიც ახლა თქვათ მუსიკებს უკრავს და ასე შემდეგ. ჩვენ ხო მარილი ვართ სოფელში, ასე უნდა იყოს ესეთ, ხო? სიმშვიდე უნდა მოგქონდეს, ანთებული სანთლები უნდა ვიყოთ და ეს ყველაფერი ჩაქრება და მარილი თავის ზალას დაკარგავს, თუ ჩვენი ლოცვა იქნება ესეთი მოჩვენებითი. ასე აკეთებდნენ ფარისეულები, მე მგონი, ხო? იდგნენ ტაძრის წინ, ხელები აპყრობილი, როგორც დღეს ძალიან ბევრი ქრისტიანი და აჩვენებდნენ ხალხს, რომ იყვნენ ხო ძალიან დიდი, ამიტომ მაცხოვარი რას ამბობს, როცა ლოცულობ შედი შენს ოთახში. აქ მარტო შენ ოთახზე კი არ არის ლაპარაკი. ანუ ის განმარტოვდი ყველაფერი დაივიწყე, გამორთე ტელევიზორი, რადიო, რაღაცები და ისე ილოცე რაღაცა მშვიდად წნარად. არა ისე ერთი თვალი რომ ტელევიზორისკენ გვაქვს, მეორე ტელეფონისკენ, ახალი ამბებისკენ და რაღაც გავრბივართ, თან ვიცმევთ, თან მოკლედ აი არ ვიცი, ძალიან ბევრი ქრისტიანი მე მგონი მიხვდება ამას მე ხოლმე ლაპარაკობ. მოხდის მიზნით არის ეს. ხო, ბაბა გიორგი, აი ძალიან დიდი ძალა აქვს, ახლა ვისაც აუკითხავს, ნუ ყოველ შემთხვევაში მოусმენი ამაიც ფსალმუნებს, ხო? აი კანონთა კითხოს მით უმეტეს თუ ეს წესი მოძღვრისგან არის დადგენილი, რომ შეასრულო კანონები. იქ ბევრი სიტყვა, ნუ თავის დროზე ყველასთვის ალბათ მათ შორის ჩემთვისაც გაუგებარი იყო. ასევე იგივე ვინმესთვის შეიძლება დილას აღამოს ლოცვებში იყოს ისეთი ძველ ქართული სიტყვა, რომელიც შეიძლება წლები ლოცულობდეს, გაუგებარია. ამას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მიაქციოს ყურადღება ადამიანმა, რომელიც ლოცულობს, ესმოდეს კონკრეტული სიტყვის არსი, მნიშვნელობა, შინაარსი და არ იყოს მისთვის გაუგებარი და მექანიკური, რაც წერია იმას კითხულობს. ჩვენ ვიცით, რომ გაუგებარი სიტყვები და ქმედებები არის მაგია. და ხშირად ძალიან ბევრი მართლმადიდებელი არის მაგიური მლოცველი და მაგიურად მსახურობს. აი ტაძარში შედის და ვერ ხვდება ღვთელი რომ გამოვიდა დიაკვანის საანთლი, ღვთელი რომ აკმევს, თქვათ რა ხდება აქ, თქვათ. ამიტომ ის ერთმანეთს ელაპარაკებიან, ღვთელი თავისთვის დადის და ისინი ერთმანეთს ესაუბრებიან. დიაკვანი გამოვიდა, რაღაც კვერექსები თქვა, ნუ კვერექსიც არიციან რა არის, ხო, რაღაცები თქვათ, ილაპარაკა, შევიდა.
და შენ თუ ეს ყველაფერი არ გესმის და აქ ესრები, შენ ან ცირკში ხარ, ან მაგიური რიტუალი ტარდება ამ დროს. ხო, უნდა იცოდე, თუ არ იცი, უნდა კითხო მოძღვარს და ლიტერატურა არსებობს, ამისი განმარტებები არსებობს, თქვა, ყველაფერს თავისი განმარტება აქვს. კმევა, თქვა, ის კვერექსი, ასამაღლებელი, გუნდი, მედავითნე, ყველაფერი ეს სამწუხაროდ, აი, ძალიან ბევრი წიგნის კითხველი ისე კითხულობს, თვითონ არ ესმის, რას კითხულობს საერთოდ, ხო, და ეს უკვე არის მაგია, რაც შეიძლება ჩქარა წაიკითხონ, სწრაფად წაიკითხონ, გუნდი თავისთვის რაღაცას გავლობს, გუნდელი შიგნით საკურთხეველში თავისთვის რაღაცას აკეთებს და გარეთ მრევლი თავისთვის რაღაცას ამ დროს ეს ერთი სხეულია ეკლესია და ერთი სხეულია და ეს ყველაფერი თუ არ არის რიტმულად ერთმანეთში არ ზის და ერთმანეთის ამ ხალხს არ ესმის პირდაპირ ვაცხადებ, რომ ეს უკვე მაგიური ლოცვაა, უკვე და მაგიური ქმედება. ის რას ლოცულობ, რას კითხულობ, შესაბამისად გულწრფელიც არ იქნება ალბათ ის ლოცვა. დამერწმუნეთ, რომ თავიდან მართლა ყველაფერი არ გვესმის, მაგრამ თანდათანობით თუ მოიწადინებ, ლექსიკონები არსებობს, მოძღვრები არსებობს, შეგვეკითხეთ და გეტყვით. და მე მგონი ყველაფერი გასაგები იქნება მერე. საშინელებაა, რომ ღვთისმსახურებას ესწრებოდე და არ გესმოდეს რა ხდება. კი ბატონო, იკითხება წირვაზე სახარება ძველი ქართულით, მაგრამ ყველა მოძღვარი მე მგონი თანამედროვე ქართულად გადაგებს, ხო, მე ამბიონზე ბოლოს და ამიტომ სამწუხაროდ ბევრი როგორც კი ზიარებას მიიღებს, მე გარბიან წირვიდან და აღარც გადაგებას უსმენენ და აღარც იმ კომენტარებს საერთოდ. კიდევ ერთი ტელემაყურებლის შეკითხვა, ესე იგი ბრძანებს ტელემაყურ კითხულობს უბრალოდ რომ მაცხოვარი როდესაც სახარებაში საუფლო ლოცვას გვასწავლისო, იქვე დასძენს რომ ნუ იქნებით მრავლის მეტყველნიო და აი ეს რა იგულისხმება ამაში და როგორ უნდა გვესმოდეს. მრავლის მეტყველებაში არ იგულისხმება მაინც და მაინც ბევრი არ წაიღა. ანუ ზედმეტი სიტყვები არ თქვა, შენი ლოცვა, რომელიც კონკრეტული უნდა იყოს, ადამიანური სიტყვებით არ დატვირთო, ძალიან ესე კონკრეტულად უთხარი, რა გინდა და არა ის რომ აი ადამიანურად რაღაც ზედმეტი სიტყვები იხმარო, რაღაც ფარისევლები აკეთებდნენ. აქ ხანგრძლივობაზე არ არის ლაპარაკი. თუ გონება გეფანტება უკვე და აღარ გესმის, ჯობია შეჩერდე და შენი ლოცვა იყოს კონკრეტული, მაგრამ თუ სული მოითხოვს ლოცვას და გაჩერდები, ეს მე მგონი არასწორი იქნება. ნუ ჩვენი ლოცვა და დამოკიდებულება არის დამოკიდებული ჩვენ სულიერ მდგომარეობასთან. თუ ახალმოსული ხარ ეკლესიაში, წაიკითხეთ ცოტა და გარკვევით და თუ უკვე დიდი ხანია დადიხარ, წაიკითხე ხანგრძლივად, გააზრებულად, რომ შენი ლოცვა შეისმინოს ღმერთმა. ანუ ზედმეტ სიტყვაობას ღმერთი გძალავს. ანუ ადამიანური სიტყვები რაღაც ზედმეტები არ უნდა დაამატო, იმიტომ რომ ჩვენ ტრადიციაში არსებობს რომ დიდი მამების ჩამოყალიბებული ლოცვა უკვე გვაქვს და იმის წაკითხვა სავსებით საკმარისია, მაგრამ აქაც შეიძლება რომ დაამთავრებ კიდე თქვა რამოდენიმე სიტყვა, მრავლის მეტყველებაში უკვე არ უნდა ჩავარდეთ და ზედმეტი რაღაცებით ღმერთი უკვე აღარ უნდა შევაწუხოთ. კეთილი და ბოლო შეკითხვა, აი თქვენ წეგამბძანეთ რომ როგორ უნდა მივხვდეთო, რომ ადამიანის ლოცვა შესმენილი იქნა თუ არა ღვთისგან. ანუ სიმშვიდე უნდა დაეუფლოს, ხო? აი აქაც ალბათ რაღაცა წყალგამყოფი უნდა არსებობდეს, აი რაღაცა ოქროშუალედის არის საპოვნელი, როდესაც ზოგი ადამიანი ცდილობს, რომ აი ძალით გამოიწვიოს რაღაცა, მაგალითად ელოდება სიმშვიდეს ლოცვის დროს. მოჩვენებითი არა. ხო, აი აქ როგორ უნდა მოიქცეს ამ. ის რა გიორგი, ამას სიტყვებით ვერ აღწერებ, თუ ეს თვითონ არ შეიგრძნო. მესმის ყველა უნდა გამოცადოს. რო გელაპარაკოთ ცეთისხილი როგორია, ჯობია შეჭამო და გაიგო, ხო? ეხლა ამას მე რო გეუბნები, რომ სიმშვიდე უნდა იგრძნო, თუ არ იგრძენ ისე ვერ გაიგებ, იმიტომ რომ მე მიგრძნია ძალიან ხშირად წირვის მერე, ლოცვის მერე სიმშვიდე და ლოცვის სიხარული ასევე. სიხარული, ანუ აღარ ბრაზდები, ანუ აღარ გაღიზიანებს თქვათ რომელიღაც პოლიტიკოსის გამოსვლა, აღარ გაღიზიანებს მეზობელის რაღაც კომენტარები და ასე შემდეგ. ანუ სულ ერთი კი არ არის. უბრალოდ მეტი მადლი მიიღე შენ ახლა და ხარ უფრო გაწონასწორებული. აღარ ღიზიანდები იმაზე, რაც ლოცვამდე ღიზიანდებოდი. ანუ რო ფიქრობდი სიზმარში, რომ ახლა მე როგორ ვიშოვო პურის ფული, ისეთი გაღიზიანებული, ისეთი დაძაბული აღარ ახარ და ღმერთმა შენ მადლი მოგცა და დამშვიდებული გამოდეხარ სახლიდან. რომ ყველაფერი კარგად იქნება. ამაზე არა. სხვა შესქერი სიბოროტით და ხო რა, რაღაცა კარგია, რომ ეს კაი გასდა, რომ ცნობრო გიყვარს ადამიანებს, წამოვიდები და ღმერთი ჩამომეყრის ყველაფერს, მაგაზე არ არის ლაპარაკი, ანუ ხელი გაატოკე და ღმერთი შენთან იქნება. ხო, კეთილი მამაო, ძალიან საინტერესოა, ანუ თქვენ გააგრძელებთ შემდგომ გადაცემებში ამ თემაზე საუბარს, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ტელემაყურებელს, საეკლესიო მცნებათა განმარტებებზე დაიწყეთ უკვე დღეიდან საუბარი და რომელი იქნება შემდეგი რომ დაანონსოთ? იქნება გიყურებენ მე მოისმენენ. კეთილი. დიდი მადლობა მამა გიორგის, ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი თეოდორაშვილი გახდა ჩვენი გადაცემის სტუმარი. ახლა კი დროა გიორგი რომ ერთად აღოვლინოთ. ამდენი ხანი ვილაპარაკეთ ლოცვაზე და ახლა რო არ ვილოცოთ სირცხვილის იქნება. რა თქმა უნდა, ერთად აღოვლინოთ თუფლისადიდებელი ლოცვა და შემდგომ დაგიბრუნდებით ტრადიციული ვიქტორინით, სტუმრებითა და სიუჟეტებით. დაგველოდეთ.